მოგესალმებით, მეგობრებო. მოკლედ, დღეს სხვა მიმართულებებით გქონდა ლაივის ჩაწერა დაგეგმილი და ნამდვილად არც ახლა მაქვს არანაირი სურვილი, რაც ამ ვიდეო ლაივს წერ, მაგრამ რაც ესეთი იძულებითი პასუხი გამომდის, იმიტომ რომ რატომღაც ყოველთვის ასე ხდება საქართველოში და ქართველებს შორის, რომ როდესაც რაღაც საკითხთან დაკავშირებით პოლიტიკური ამბები არის გარკვეული ჯგუფის ერთობის მიზანი, მე შემდეგ რაღაცა მოხდება, გაუგებრობა, უთანხმოება, არ ვიცი, პიროვნული თუ იდეური თუ რაღაც შემდეგ აღმოჩნდება, მაგრამ ეს ხალხი ზოგი წავა, ზოგი ლანძღვას დაიწყებს, მოღალატეების ძახილს დაიწყებს, იმ ხალხთან ერთად, ვისთან ერთადაც იყვნენ და იბრძოდნენ და ზოგი რა ვიცი, ბოლომდე არ იტყვის სათქმელს და იზოლებული ვარ უპასუხო ახლა ამ ამბავს, რაც ჩვენ ქართველთა დიდ გაერთიანებიდან ორი ადამიანმა ღიად განაცხადა, რომ წავიდნენ გუშინ. რა ვიცი, ერთი ბატონი კობა კუპრაშვილია და მეორე დავით აზნაურიშვილი. ახლა ბატონი კობა წავიდა, რა ვიცი, მერთმა ხელი მოგიმართო თუ მშვიდობა მოგცეთო, არ მტრობ თუ არაფერია და მეც იგივეს გისურვებ ბატონო კობა თქვენს და ყველას, ყველა ნორმალურ ქართველს მშვიდობას, სიკეთეს, წარმატებას თავის გზაზე. მაგრამ იქ ბევრი კომენტარებია დაწერილი და მე მინდა იმ ხალხსაც გავცე პასუხი. ზოგადად თურმე ამდენი ის ყოფილა, რა ქვია, ამდენს თურმე ეზიზღებოდა ჩვენი გაერთიანება და ჩვენი პოლიტიკური მოქმედებები, ნამდვილად არ მეგონა, ძალიან ბევრი ადამიანი გაბედნიერებული ყოფილა, რომ თქვენ წაბრძანდით. ვიზიარებ მე ამ ხალხის ბედნიერებას, მე თვითონაც ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ესენი ესეთი ბედნიერები აღმოჩნდნენ. ბატონ დავითს ცოტა მოგვიანებით გავცემ პასუხს. და რა იყო ამ ყველაფრის მიზეზი? მე არ მქონდა სურვილი ამაზე საჯარო საკითხებზე, ასე საჯაროდ მესაუბრა ამ ამბებთან დაკავშირებით, მაგრამ რადგანაც თქვენ გადაწყვეტეთ ისევ და ისევ საჯარო ფორმატში გამოსვლა, ლაივების ჩაწერა, Facebook-ები, ეს მეც ვიტყვი ამ ყველაფერს. თუ რაში იყო საქმე. ახლა ქონდა ბატონ კობას ვიდეო, ინტერვიუ ქონდა ერთ-ერთ ბლოგერთან, რომელიც მეგობარმა ჩამიგდო და მითხრა, რომ ეს ადამიანიო, თქვენი თანამებრძოლიო, ხო არისო? და ეს მართლა ასე ფიქრობსო და თქვენი თანამებრძოლი არისო, თქვენც ასე ფიქრობთო? არ ვიცი, ახლა მე ყველა ვიდეოს და ყველა პოსტს და იმას ნამდვილად ვერ ვნახულობ. არც მაქვს დრო და არც მაქვს სურვილი სიმართლე გითხრათ. მაგრამ ახლა როდესაც თანამებრძოლის ვიდეოზე თან ასეთი ის იყო, დავჭექი და უყურე ამ ვიდეოს. სადაც ბატონი კობა კუპრაშვილი აკეთებდა უახლესი ისტორიის ანალიზს, მოვლენების ანალიზს. და მოვლენების ანალიზში აღმოჩნდა ის, რომ რაც გვესმის ჩვენ მთელი ამ ხნის მანძილზე, აი პუჩისტებიდან, გოგახაინდრავებიდან თუ სხვებიდან და არ ვიცი მე ეს ვისთვის ჩვენთვის ნამდვილად არა ეს მისაღები და ჩვენი გაერთიანება, როდესაც დაიწყო და შეიკრიბა, აქ იყო მარტივი აქსიომა საძირკველი აღებული, რომ ჩვენთან კი ბატონო ნებისმიერ შეუძლია გაერთიანდეს, ვინც ქართველი ერის გენოციდში არ მონაწილეობდა, ვინც პუჩში არ მონაწილეობდა, ვინც პუჩისტების მხარდამჭერი არაა და ზვიადის და მერაბის ასე თუ ისე ლანძღველი თუ მაგინებელი თუ ბატონო, იმიტომ რომ მიგვაჩნია, რომ ერთადერთი კანონიერი და ერთადერთი ეროვნული პრეზიდენტი იყო ის, ერთადერთი სწორი სახელმწიფოებრივი მმართველობა იყო მაშინ, ერთადერთი სწორ გზაზე საქართველო იდგა მაშინ, რასაც ხელი შეუშალეს, დაამხეს, პრეზიდენტი მოკლეს, მანამდე მერაბ კოსტავა მოკლეს და ეროვნული მოძრაობის ჯანსაღი ნაწილის მიმართ, რომლებიც მართლა ეროვნულად იბრძოდნენ, გამოაცხადეს ბრძოლა, ომი 90-იანებშიც
2000-იანებშიც და დღემდე გრძელდება ეს ბრძოლა, როგორც მამების, ისე შვილების მიმართ. ამ პუტჩისტების მხრიდან. აი ეს მიგვაჩნია ჩვენ. და ეს იყო ამ ყველაფრის საძირკველი. და თქვენ ბატონო გოგა გამოგბრძანდით. და ანალიზი თუ გააკეთეთ, მე გიწუნებთ ამ ანალიზს, იმიტომ რომ ეს ძალიან არაპროფესიონალური ანალიზია, იქიდან გამომდინარე, რომ სამოქალაქო ომს და პუტჩს შორის არის რადიკალური სხვაობა. სამოქალაქო ომი ყველაზე იდეალურად სამოქალაქო ომს გამოხატავს აგერ აი სირიაში მიმდინარე ომი, რომელიც იყო. აი ამას ქვია კლასიკური გაგებით სამოქალაქო ომი. და ის რაც საქართველოში მოხდა, ეს იყო პუტჩი. და პუტჩი თუ გაინტერესებთ და იყო ხუნტა, რას ნიშნავს, იცით? სამხედრო კრიმინალური დაჯგუფების მიერ კანონიერი ხელისუფლების დამხობა და ძალაუფლების მიტაცება. აი ამას ქვია პუტჩი. და ამას ქვია სამხედრო კრიმინალური გადატრიალება. და არანაირი სამოქალაქო ომი ეს არ ყოფილა. და აი ამ პუტჩმა და პუტჩისტებმა დანარჩენი საქართველოს განადგურება მაშინ რომ დაიწყეს, დღევანდელ დღემდე აგრძელებენ ამ ყველაფერს. როგორც ფიზიკურად იმ ადამიანების განადგურებას, რომელი ადამიანებიც კანონიერი ხელისუფლების გვერდით იდგნენ, იდეის გვერდით იდგნენ, ეროვნული მოძრაობის გვერდით იდგნენ, ასევე ზვიადის და მერაბის და განმათავისუფლებელი ეროვნული მოძრაობის იდეის მკვლელობას ჩადიან დღემდე. ყველა ხელისუფალი, რომელიც დღემდე მოვიდა და ამიტომ ამბობთ, რომ არის ერთი სისტემა და ჩვენ ამ სისტემის წინააღმდეგები ვართ. დიახ, ეს არის პუტჩი და პუტჩისტების მიერ დატრიალებული უბედურება საქართველოში. და არანაირი სამოქალაქო ომი. და მე ჭკუას კი არ გასწავლით თქვენ, მაგრამ ესა არასწორი, რასაც თქვენ ამბობთ. არ არის ეს იურიდიული დეფინიცია, ამის მიმართ არ შეიძლება ასე იყოს. და ეხლა აღარ ვაგრძელებ იმას, რომ ზვიადგამსახურდიამ რატო არ დაურიგა ხალხს იარაღი და რატო არ დაახოცია ერთი მეორე თურმე და რატო ამბობდა იმას, რომ ტყიას გვესვრიან და ყვავილებს ვესვრით და ესეთი რაღაცეები, თურმე ეს ბევრისთვის ცუდათაა გაგებული. მე ვამბობ ეხლა ეს მარტო კობასთვის კი არა, ბევრისთვის არის ძალიან ცუდად გაგებული, რომ თურმე ზვიადმა რატო არ ადგა და რატო არ დაახოცა და რატო არ მოაწყო საქართველოში მეტი სისხლი, მეტი უბედურება, რატო დატოვა თანამდებობა, მახსოვს ეს, მე ბავშვი ვიყავი, მაშინაც მახსოვს, აგერ დიდობაშიც მახსოვს, გადახედეთ აგერ გუბოზა სანიკიძის მამას, ლევან სანიკიძეს, რომელიც იმის გამო, რომ ზვიადგამსახურდია იძულებული იყო მეტი სისხლის და უბედურების თავიდან ასეცილებლად ქვეყნიდან გასულიყო, ეს თურმე ღალატი ყოფილა. და მოღალატე ყოფილა ზვიადგამსახურდი. გვახსოვს ეს. და გვახსოვს ეს კაკებეშნიკური ნარატივები ყველაფერი. და ისიც გვახსოვს, სხვათა შორის, რომელიც თქვენ თქვით. თქვენ ბრძანეთ, არავინ ამას არ გაბრალებთ იმ თქვენ ანალიზში, რომ თურმე მერაბ კოსტავას ამაღლებულ სიტყვებს, რომელმაც ემოციურად იმოქმედა ხალხზე, თურმე ამ სიტყვების და ამ მოწოდებების დამსახურება ყოფილა, რომ ახალგაზრდები შეეწირა. ეს თქვენი სიტყვებია ხო, ვინმე ხო არ გაბრალებთ რამოს. ესეც ხო თქვენ ანალიზში შედიოდა. ანუ მერაბ კოსტავას ბრალი ის ყოფილა, რომ ის გამოდიოდა, ამბობდა პატრიოტულ ლოზუნგებს, სიტყვებს, ამ ყველაფერს, რასაც გამოსვლები რაც ჰქონდა, ეს იყო თურმე მისი დანაშაული და მის სიტყვებს შეეწირა ახალგაზრდები და ეს თურმე მერაბ კოსტავას ბრალი ყოფილა. ნუ მესმის ამ შემთხვევაშიც თქვენი, იმიტომ რომ არც პუტჩისტები და არც დღევანდელი, რა ვიცი, დღევანდელი ეს რა ქვია, ბრძენი ხალხი, რომლებიც გამოდიან და 1000 იმას ერთი წიგნი რო არ წაუკითხია ცხოვრებაში და პოლიტიკურ ანალიზებს რო აკეთებენ, განსაკუთრებით ალტიმფოილები გამოირჩევიან კონსერვატორები ამ ხრივ, რომ 9 აპრილი თურმე ეს რატო არ იყვნენ ჩუმად, რატო არ გაჩუმდნენ, მაინც იქცეოდა თურმე საბჭოთა კავშირი და ხმას რატო იღებდნენ და რა საჭირო იყო 9 აპრილი და მე მახსოვს 9 აპრილს მაგათ ეთერში ყავდათ ესა რა ქვია ირაკლი ზაქარეიშვილი, რომელი ირაკლი ზაქარეიშვილიც ეს რა ქვია
გირგვლიანების მკვლელების ახალაიების ადვოკატი და ნაძირალა ვირთხა, რომელიც ამტკიცებდა 9 აპრილს, რომ თურმე რა ზვიადი და მერაბი ესენი ცერეუს აგენტები იყვნენ თურმე და მოახდინეს ეს ყველაფერი და დახოცეს. თურმე ხალხი და თვითონ მაინც იქცეოდა საბჭოთა კავშირი და რატო ამოიღეს გვესმის ეს კგბ-ს შემოგდებული ნარატივია, რომელიც ბევრს ჯერა. ასია ურემი რო გადაბრუნდება გზამ ერეჩანს ბევრისთვის. იაპონელებს აქვთ ეს კიდე კარგად ნათქვამი, როდესაც გემი ჩაიძირებაო, მე ეკიპაჟის თითოეულმა წევრმა იცის მისი გადარჩენა როგორ იყო შესაძლებელი. ხო, ახლა აქედან განკითხვა იმ მოვლენების, იმ დროის მოვლენების მარტივია. და საერთოდ ზვიადის და მერაბის დანაშაული რა არის, იცით? ასეთ შემთხვევაში. რატო არ დაჯდნენ ჩმორებივით? რატო არ იყვნენ წყნარად? რატო იღებდნენ საერთოდ ხმას? მაინც იქცეოდა საბჭოთა კავშირი და მაინც გახდებოდა საქართველოს დამოუკიდებელი. საერთოდ რა იტეხეს ეს ეროვნულობა? რაში გვინდა ეს ეროვნულობა, კაცო? რა გვინდა ეს ეროვნულობა, კაცო? აჰა, ვიყვეთ ჩუმად უარი ვთქვათ ეროვნებაზე, უარი ვთქვათ წარსულზე, უარი ვთქვათ ყველაფერ. იგივეს არ თავაზობს ეს ლიბერალური სამყაროც, კაცო, დღესაც. იგივეს არ თავაზობს, ჩუმად ვიყოთ, ბიჭო, გავჩუმდეთ, დაღუპა ეროვნულებმა დაღუპა ქვეყანა. ეს არის თქვენი ანალიზი? და ამას ხედავთ თქვენ ანალიზად? რომ მერაბ კოსტავას და ზვიადის მოღვაწეობა და მერაბის გამოსვლები ეს იყო. ეს მე არ მიმაჩნია, რომ ეს არის სწორი. არ მიმაჩნია სწორი პოზიციიდან ადამიანი, ვინც ამბობს, რომ ეროვნულია. მაშინ თქვენ ეროვნული არ ბრძანდებით. არ ბრძანდებით, იმიტომ რომ შეუძლებელია ეროვნულად მოაზროვნე ადამიანმა ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას თავიანთი მოღვაწეობა, რომელიც ეძღვნებოდა სამშობლოს დამოუკიდებლობას და ამას შეეწირა ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას. ორივემ საკუთარი სიცოცხლით აგო პასუხი. იმაზე, რასაც ქვია საქართველოს და სამშობლოს დამოუკიდებლობა და არა მარტო საკუთარი შვილებითაც. და ეს გამოდის, რომ თურმე ეს ყველაფერი არ ყოფილა საჭირო. ასე თვლით თქვენ, ხო? და პლუს ასევე იმ თქვენ ანალიზში იყო იმ ხალხის მიმართ, ვინც შემდეგ ხმას იღებდა წლების მანძილზე აი ზვიადისტების მიმართ და ზვიადისტებად არის თქვენს გაგებაში, არ ვიცი, ბევრის გაგებაში ეს ყველაფერი, მათი ეს ბრძოლა, თურმე ეს კიდე რაღაცა თურმე ფანატიზმის და რაღაცის და არ ვიცი ახლა ზუსტად ვერ გავიხსენებ, მე სიმართლე გითხრა ძალიან გული მეტკინა, რასაც უსმენდი. და დიახ, მე დავსვი საერთო ჩატში კითხვა, როდესაც ვნახე ეს ვიდეო, მე დავსვი ეს კითხვა, კაცო, ეს ადამიანი თუ ასე ფიქრობდა და თუ ასე ფიქრობს, ჩვენთან საერთო რა აქვს? არავის არ მოუყენებია იქ შეურაცხყოფა, ეს თქვენი ნება არის, თქვენ შეგიძლიათ ასე იფიქროთ, ასე ფიქრობ ძალიან ბევრი საუბედუროდ საქართველოში, ძალიან ბევრი და თქვათ შორის ამბობენ, რომ ეროვნული, იგივე კონსერვატორები, ასე ფიქრობენ. მე ზუსტად ამის გამო მქონდა მაგათთან პრობლემა. ძალიან ბევრი სხვადასხვა. დღესაც თქვენი ნება შეგიძლიათ იფიქროთ ასე. მაგრამ ჩვენ არ ვართ ის ადამიანები, ვინც თვლით იმას, რომ მერაბ კოსტავას და ზვიად გამსახურდიას მოღვაწეობაზე ხაზის გადასმა არის საჭირო, იმის გამო რომ სისხლი დაიღვარა. დიახ, თავისუფლებისთვის ბრძოლას ყოველთვის ჭირდებოდა სისხლი, ყოველთვის ჭირდებოდა თავდადება და ამ ორმა ადამიანმა საკუთარი თავით, საკუთარი სიცოცხლით დაამტკიცა ის, რომ ისინი მართლა იყვნენ საქართველოს პატრიოტები, დიახ, მათ მართლა უყვარდათ სამშობლო, დიახ, მათ სჯეროდათ იმ იდეის და შეეწირნენ და ვერავინ ვერ გამოვა დღეს და ვერავინ ვერ იტყვის იმას, რომ ზვიად კგბ-ც კი ვერ ამბობს ამას, რომ ზვიად გამსახურდია კორუმპირებული იყო, საკუთარი ჯიბისთვის იყო მოსული, სხვისი მსახური იყო, ესე შემდეგ. მაქსიმუმ რაც შეიძლება თქვან და რასაც ამბობენ, რომ იყო პატრიოტი, მაგრამ პოლიტიკოსი არ იყო. და შეეწირა ამ იდეას. მერაბ კოსტავაც ამ იდეას შეწირეს. რაც ჩვენ ქართველებს, ქართული აზროვნება, ეროვნული სულისკვეთების გამოღვიძება ჩაგვითვალეს სასჯელად, მაშინაც და დღესაც გვითვლიან ამას. და ეს არის ასე. დიახ, გვითვლიან ქართველ ადამიანს ეროვნული სულისკვეთების გამოვლინებას და პირველ რიგში მოღალატე ქართველების ხელით. პირველ რიგში. ეს 35 წელიწადი.
და ჩვენზე შთამომავლობით მიდის ბრძოლა. რომ მამა ისეთი ყავდა, შვილები ასეთები გაზარდა, როგორც ისინი ფიქრობენ, ისე ფიქრობენ შვილები და ასე ფიქრობს მაგათი მოდი. დიახ, ეს არის ჩვენი სასჯელი. სამწუხაროდ. თუმცა მიუხედავად ამ ყველაფრისა, არ მიგვაჩნია ჩვენ ვინც მაშინდელი მებრძოლი იყო და დღემდე არის შემორჩენილი ბოლომდე რომ არასწორ გზაზე იდგა, არც მის შვილებს არ მიგვაჩნია ჩვენ რომ ჩვენი მშობლები არასწორ გზაზე იდგნენ და დღესაც არასწორ გზაზე მივდივართ. ეს არის ერთადერთი გზა, რამაც შეიძლება ქართველიერი და საქართველო გადაარჩინოს. თუ ამას ქართველიერი ვერ გაიგებს, ის ვერ გადარჩება, გამორიცხულია ეს, ამბობდა ამას ცხონებული ზვიადიც ამბობდა, რომ პანაცია იყო ეროვნული სახელმწიფოს აშენება, რადგან საქართველო და ქართველიერი ერთადერთი შეიძლება განვითარდეს ეროვნული მიმართულებით. ლიბერალური საქართველო და სხვა უჯიშოების საქართველო ქართველი ერის და ქართველი კულტურისთვის განვითარებადი არა, ეს მოკლავს სახელმწიფოს და ესეც ხდება. კვდება ქართველი ერი და კვდება ქართული სახელმწიფო. ზნეობრივად დეგრადირდება, მორალურად დეგრადირდება, აღარაა საუბარი ტერიტორიების დაკარგვაზე, აღარაა საუბარი უკვე ეკონომიკურ კოლაფსზე და აფხაზებთან და ოსებთან გადაკიდებაზე კი არა, ოჯახებია ერთმანეთთან გადაკიდებული, დედმამიშვილი პოლიტიკის გამო და ბიძაშვილი, მამიდაშვილი, მეზობელი და კონფლიქტათაა ქვეყანა ქცეული. ყველაფერში გაირჩევა ეს და დიახ, ამის გამოსწორება ერთადერთი შეუძლია ეროვნულ თავრობას და ეროვნულ ხელისუფლებას. სხვა ამას ვერავინ ვერ გამოასწორებს, ეს იქნება რამდენი ფულიც არ უნდა დახარჯოთ საქართველოში, ეს არ შეიცვლება. ასია ეს ქართველი ერის სულისკვეთება არის ასეთი სპეციფიკური. ჩვენი გენეტიკური კოდი არის ასეთი. არასდროს არ იქნება საქართველოში მშვიდობა თუ საქართველო არ წავა ეროვნული მიმართულებით. აი ნახავთ ამას. ბევრს ხედავთ და ბევრს დაინახავთ. კიდე თუ არა პანაცია არა ეს რომ გინდა თუ არა ისე იფიქრე როგორც მე ვფიქრობ. არა, მე არ გეუბნებით ამას თქვენ. ეს არის ხელის გულზე. და თუ თქვენ ეს თუ თქვენი ანალიზია, მინუსი და ნოლები თქვენი ანალიზი. რო ხაზი გადაუსვათ ამ ხალხს. აი ისე ვარ უბრალოდ არც ცუდი სიტყვის თქმა მინდა. და უბრალოდ ამას რატო აკეთებთ ვერ ხვდები. და აი ბიოლოგიურ ნაგავ ადამიანებს ვინც თქვენ კომენტარებში გიწერთ. არ მინდა იმათაც ვაგინო. ვინც აი ამას წერს. მიმიფურთხებია თქვენთვის და ძალიან ბედნიერი ვარ რომ ასეთი გახარებულები ხართ. და ესაა რა. თუ შენ გაინტერესებს და რადგანაც დაიწყეთ ეს ღიად ამაზე ლაპარაკი და გამოდით და ბლოგები წერეთ. ხო? შემიძლია მე ბატონო დაგიჯდები და ღია ეთერში დაგელაპარაკებ. თუ გინდა თუ ამის დისკუსიის სურვილი გაქვს, მე არ მაქვს ამის სურვილი, იმიტომ რომ მიმაჩნია რომ აზრი არ აქვს შენთან ლაპარაკს. აზრი არ აქვს. აზრი არ აქვს, იმიტომ რომ ამ ხნის კაცი თუ ამღირებულებებით ცხოვრობ და ასე ფიქრობ, იმას მე კამათით ვერანაირად ვერ ვიმასვიდებ, კაცო. და ნამდვილად თუ ასე ფიქრობდით და თუ მართლა ეს იყო თქვენი სოფხედველობა და ეს იყო თქვენი ეროვნული სულისკვეთება, არ ვიცი, ჩვენ იქ ის კატეგორია ვიყავით შეკრებილი, რა ვიცი, მე როგორც თქვით, იმის, რა ვიცი, თურმე დემურგიორ ხელიძის ხათრით ყოფილიყართ, ხო, და მიუწვევი ხართ ჭაბუკაშვილს. არ ვიცი, თქვენი ისა და ასე შემდეგ, ხო, გასაგებია, ხო, გასაგებია, ხო. თქვენ სხვანაირად ფიქრობდით და ჩვენ ვიყავით თურმე ეს ბნებნელი ხალხი. არ მიგვაჩნია. და ის შენი ანალიზი იყო არასწორი. არასწორი იყო. და არ მიგვაჩნია, რომ ჩვენი თანამებრძოლი უნდა ფიქრობდეს მასზე. და კითხვა იყო ამაზე დასმული. რაც თურმე შეურაცხყოფილა თქვენთვის. რა ასე ეკითხვა როგორ გაჩნდა. ნამდვილად არც ცხონებული მამაჩემის, არც მერაბის, არც ზვიადის, არც
იმ თავდადებული ადამიანების, რომლებიც ამ დამპალ რეჟიმს ეწინააღმდეგებოდნენ, ბრძოლა არასწორი არ ყოფილა. სწორი იყო ყველაფერი. მოღალატე იყო უბრალოდ ძალიან ბევრი, დღესაც როგორცაა მოღალატე ძალიან ბევრი, სულფეხებზე ეკიდათ ქვეყანა, სულფეხებზე ეკიდათ. სამშობლო მომავალი უნდათ პულის შოვნა, გონება, დროსტარება, მოაჯდნენ კიდე 35 წელიწადია, დაამონეს ერი, გაყიდეს ქვეყანა, იყიდეს ხალხი და ათახსირებენ ქვეყანას დღეს და მაგათთვის ბედნიერი ცხოვრებაა და ნაცი და ქოცი და ვერ კიდე ახალი პარტია შეუქმნია, აგერ ახლა თურმე ივანიშვილის ადვოკატს. მერთმა ხელი მოგიმართოთ, კაც თუ გინდათ იქ წადით. რა პრობლემაა? ეგეთი არის, რამდენიც გინდათ. ხო და ღმერთმა ხელი მოგიმართოთ. ღმერთმა ხელი სადაც გინდათ იქ წადით, კაც ჩვენ ასეთი მოაზროვნე ადამიანები ვართ. ასეთი მოაზროვნეები ვართ და ამას ვაცხადებდით ყოველთვის. პუტჩს ვერასდროს ვერ გავამართლებთ. პუტჩისტებს ვერასდროს ვერ დავარქმევთ მხარეს და სამოქალაქო ომის მეორე მხარეს, ესენი არ იყვნენ სამოქალაქო. ეს არ იყო სამოქალაქო ომი, ეს იყო სამხედრო კრიმინალური გადატრიალება, რომელიც დღემდე ანადგურებს ქვეყანას. და არ არის ეს კონსტიტუცია, არ არის ეს ქართველიერის მიმართ არის პირდაპირ ბატონყმური მიდგომა, მიმდინარეობს ერის გენოციდი და ამას ვინც რა არ უნდა იბლუკუნოს ამდენი 35 წლის მანძილზე, ცუდის მეტი არაფერი უკეთებია საქართველოსთვის და ქართველი ერისთვის. არც მინდა შეურაცხყოფა მოგაყენო. რატო უნდა მოგაყენო? მაგრამ შენ თუ შენი აზრი გქონდა ესეთი, თავიდანვე კარგად იცოდი მე ვინ ვიყავი და ბატონი გია ვინ იყო, მით უმეტეს ქუთაისელი კაცი ხარ. არც ბროდ მიკვირს, ამ გაუგებრობაში ყოფილხარ, მოხვედრილი და ძალიან კარგი. ღმერთმა ხელი მოგიმართოს. უბრალოდ, როდესაც ჩაწერე ეს ვიდეო და თქვი და მიბრძანდი, ხალხმა იქ კითხვები დასვა, რატო რა, აი ამის გამო იყო ეს ყველაფერი. ბოლომდე არ თქვა ამ ადამიანს. ხო და გაჟიჟეს გატეხილი ჯობია და გეუბნებით სიმართლეს რაც იყო. ჩემი კითხვა იყო, საერთო ჩატში რასაც მოყვა ეგ ყველაფერი. არ ვიცი, შემოძმაო ეგერა, რასაც ამბობენ თავიანთ გვერდზე კომენტ შევბრძანდით და ნახეთ და კომენტარებიცაა დაწერილი და შეგიძლიათ ნახოს მისი ინტერვიუს. და მისი ანალიზიც უდევს გვერდზე და შევბრძანდით და ნახეთ და გაიგებთ რა იყო ჩვენთვის და იყო ეს კითხვის დასმა. შეგაიდეთ მომიშვილო, თუ ასე ფიქრობ, ჩვენ სხვანაირად ვფიქრობ და სხვა პრინციპებზე დგას ეგ ყველაფერი და სხვა შეხედულებები გაქვს. კითხვა გაჩნდა საიდან? და რა შეიძლება მეორეს? კატეგორიულად წინააღმდეგი ვიყავი, აი ახლავე ვამბობ აგერ. კატეგორიულად წინააღმდეგი ვიყავი. დავით ჭაბუკაშვილს და აი დავით აზნაურიშვილის შორის გამართულ არც ჩავრეულ ვარ ამათ არ ვიცი პიროვნული დაპირისპირება გინდათ დაარქვით, გინდათ რაც გინდათ ის დაარქვით. წინააღმდეგი ვიყავი სხვათა შორის, წინააღმდეგი ვიყავი აფსანძესთანაც. აი ყველა, იმიტომ რომ არ გვაქვს ჩვენ იმის დრო, ეხლა ვიჯდეთ და აფსანძეს ვეკამათოთ, ან თუნდაც აი ესეთი რაღაცეების ისა რა ქვია გავმართოთ იმის მაგივრად, რომ თვითონ მებრძოლი ვნახოთ და რაღაცა ქვეყნისთვის რაღაცა გავაკეთოთ. წინააღმდეგი ვიყავი, არაფრის მომცემი არ არის. აი არაფრის მომცემი არ არის საერთო საქმისთვის ეს ყველაფერი. ვიღაცას თუ ტელიკინი უნდა იჯდეს და იტელიკინოს. სადაც უნდა. ვიღაცას თუ უნდა მოსვა კაი საქმისთვის, არცა შაშიაშვილი მოდიოდა თავის პიარს იკეთებს იგი და იცოცხლებს მის თავს. ხან მერი იყო, ხან გუბერნატორი იყო, ხან ახლა ვინა თავის დროზე პირველი იგი რა ქვია, სამი კაცი რო დარჩეს კომპარტიაშიო, კომუნისტი უნდა ვიყო. ისიც პუჩისტი და ნაძირალა და ვირთხა. რა უნდა ელაპარაკო ახლა ამ ხალხს. რომელიც მოდის თავისი პროვოკაციისთვის. ამან თავისთავად ახლა ხალხში დისონანსი შეიტანა. წინააღმდეგი ვიყავ პირად. კაი, ახლა მე 900 იქეთა ვარ, იქ ადგილზე სხვა რაღაცა ხდება, როგორც გააწყვეტეს, ვინც ელაპარაკა, კაცო. არ მიმაჩნდა. სწორად რომ ეს იქეთეს მოიტანდა. ახლა რაზან პასუხი უნდა გასცესო რადგანაც და კარგი. ახლა
დავით აზნაურიშვილს მინდა უთხრა პირადშიც მივწერე ამ ყველაფრის მერე და ეს ბჭო კაი შეიძლება რაღაცა პიროვნული დაპირისპირება მოგივიდა ხო ჭაბუკაშვილთან და რაღაც რა ჩარჩოში ჯდება ეს ბოლო 3 დღის მანძილზე ამ ყველაფერზე ლაპარაკი და თქვენ შეიძლება მოგზავნილები ხართ ან ჩანერგინები ხართ მე აგერ თლაცასწაული და აგერ თქვენს გვერდზე აგერ არ ვიცი ეს ვინ არის ვიღაცა ზაზა ჯაიანი ქართველთა დიდი გაერთიანება არის მოღალატეთა დიდი გაერთიანება აი ხო მე არ ვიცი ეს ვინ არის თუ ვინმესთან პიროვნული დაპირისპირება გააგაჩნიათ შეგიძლიათ რომ ერთმანეთში მოაგვაროთ პიროვნულად და ვინც მე ია ბახტაძეს შალვა მაღრაძეს და იქ სხვა დანარჩენებს და ყველა ჩვენ თანამებრძოლებს მოღალატეს ეძახის და მოღალატე თulis ყველას დედას შევეცი ამას ვიტყვი რა ყველას დედას შევეცი აი ამის თამადობით რა და ეს თუ თქვენ სწორი საქციელი მიგაჩნიათ ეს თუ თქვენ თუნდაც თქვენ პიროვნულად რაღაცაზე გაბრაზებულმა ადამიანებმა კონფლიქტი მოგივიდათ და გადით და მოღალატეების ძახილი დაიწყეთ იმ ადამიანების გვერდით ვის გვერდითაც იდექით ხო ეს თუ თქვენ სწორი მიგაჩნიათ ღმერთმა გატაროთ მაგ გზაზე და თუ მაგის დრო არის და თუ იმის დრო არის რაც ახლა ხდება ხო სამშობლო რო უანგაროდ გიყვარდეთ ერთმანეთის ჭამაზე და ერთმანეთის დაპირისპირებაზე და ერთმანეთის რამეზე კი არ იფიქრებდით კომპრომისზე იფიქრებდით არავის არ უთქვია ჩვენ გაერთიანებაში რომ ეროვნება მამის სახელი მსგავსი რაღაცები იქნას ჩაწერილი გინდა პასპორტში გინდა რა ბრძოლის მეთოდებზე არის საუბარი ჯერ 400-500 კაცი ვერ მოკრებილა მიწის გაყიდვაზე ქვეყნის დაქცევაზე არაბების ჩამოსახლებაზე ასე უკვე გამსკდარია ისა რა ქვია აზრი რომ საით წავიდეთ უკვე სტრატეგიულ მიმართულებებზე გვაქვს ალბათ 10,000-20,000 ადამიანი რო გამოსულიყო და დამდგარიყო მე ხუთვაჟლეტო წევიდოდა ალბათ იდეების და იდეური შეუთავსებლობის გამო ღალატის და მოღალატის და 1000 უბედური ზახილი იცი რა მაგ ბინძურ პოლიტიკაში როდესაც მიწევდა ყოფნა და მომიწია მე ადამიანებთან ერთად რაღაც პერიოდი რაღაც პოლიტიკური აქტივობების განხორციელება მე მომიწია დატოვება ძალიან ბევრ რაღაცაზე გული დამწყდა არ გამოუსულვარ მე რომ და არ მიძახებია რომ მოღალატეები არიან და ეს არიან და ის არიან მით უმეტეს როდესაც დამიჭირეს ჩემ ყოფილ თანამებრძოლებს ერთი სიტყვა არ უთქვიათ ჩემზე ერთი სიტყვა არ უთქვიათ და როდესაც მიჭერდნენ ჩემს გამოგია რა ქუჩაში დავთვერი და ვინმეს კი არ ვეჩხუბი დიდგორობის გამო დავით გარეჯის გამო სამშობლოს დატოვების გამო ერთი წუთი რა ახლა ვინ რას ითხოვს არ ვიცი მე როგორ მოქმედებს ის ვიცი კაცო ერთი სიტყვა არ მithქვია იმიტომ რომ მე ვარ კაი ჩემ წარსულის ურთიერთობებს ჩემდი პატივს და თუ ისინი ისე მოიქცნენ უღირსად რომ მათი თანამებრძოლი რომელთანაც შეიძლება რაღაცა გულდაწყვეტა ქონდათ დარჩენილი და უღირსად მოიქცნენ ხმაც არა სიტყვაც არ ამოიღე ზოგი ცოცხალიც აღარ აღმერთ მაცხოვნოს მე წარსულის ურთიერთობას ვიცი პატივი და არ გამოსულვარ და არ მიგინებია და არ მილანძღია და არ მიმასკია ხალხ ყველაფერს ხედავს თქვენ ბიჭო რაღაცა პირადული მოგივიდათ ელემენტარული და 2 საათში გამოდით და მოღალატეებს გვიძახით ერთმა გატაროთ მაგ გზაზე მაგრამ არ მგონია მაგ გზას სწორი გზა იყოს არ ვიცი ჩემოძმაო რავი დავიმტკიცო სამშობლოს ღალატი მეც და სხვებსაც გამიმტკიცო და აი ხლა ამაზე ნამდვილად არ უნდა იხარჯებოს ეს არც დრო და არც ენერგია რა და ჩვენი ბრალია არავის ბრალი თავში მომეს ჩვენი ბრალია როდესაც მოდის ადამიანი და მინდა თქვენთან ვიყო უნდა დაუდო აგერ წვირწინ ჩვენ წერტილ მძიმით ესია თუ ეთანხმები ამ ყველაფერს და თუ გინდა ამისთვის ბრძოლა არანაირი პარტიაში არანაირი ამეში სამშობლოსთვის უანგაროდ შეიტანო წვლილი რაღაც იქნება მოდი და დადექი თუ ამის თანახმა არ ახარ წადი ბიზიკო იარე შენ გზაზე მერთმა ხელი მოგწეს ჩემზე
ჩემზე უკეთესი ქართველი იყავი და ჩემზე 100-ჯერ მეტი შეძელი ღმერთმა გაგიმარჯოს, ვისაც შეშურდეს მის დედას შევეცინე. ყველა ჩემზე კაი ქართველი იყოს, ყველაზე უკანასკნელი ვიყო, ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ იქნება. არ მაინტერესებს ჩემო ძმაო, ვინ რას ლაპარაკობს და როგორ ლაპარაკობს რა. აი ეს საქციელი არ არის სწორი საქციელი. არც ერთ შემთხვევაში, არც მეორე შემთხვევაში. და კაცებს ეს რაღაც არ უნდა მოგდიოდეს რა. და ესაა საწყენი. საწყენი არის პირველ რიგში ესაა საწყენი. ლამაზად წასვლაც უნდა შეგეძლოს. ხო. თუ არ გინდა სადმე ყოფნა, არავინ არ გაძალებს. რამე წამოვედი, კარები გამოვირახუნე და მერე ასე მოხდეს და მერე ისე მოხდეს. რა ვიცი. სიტყვა ერთია და საქმე როგორია, ეს მეორეა. ღმერთმა ხელი მოგიმართოთ, კაცო, ორივეს თქვენ გზაზე. თუ ქვეყნისთვის რაიმე სასიკეთოს გააკეთებთ, თუ გააკეთებთ რამეს ქვეყნისთვის სასიკეთოს, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ და გააგრძელეთ. ჩვენზე უკეთესები იყავით. ჩვენზე მეტი შეძლებთ ამ ქვეყნისთვის. უკანასკნელი კაცი ვიყოთ, უბედნიერი ადამიანი არ ვიყო. მიდით, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ. ან ტრისის ხულზე უნდა ასხამ წყალს. ისე არ მოხდეს მერე, რომ საერთო ჯამში როგორც ხდება საქართველოში და როგორც მომხდარა. საბოლოო ჯამში ეს ქვეყანა და ქართველი ერი დაღუპა ზუსტად აი ამან. აი ესეთმა თავკერძობამ დაღუპა ეროვნული მოძრაობას. აი ესეთმა როგორ გითხრათ, იცი? საჭირო მომენტში რომ ასე ვინც ზვიად გამსახურდია უღალატა მაშინ, იმ რთულ პერიოდში. თავისი იდეები ჰქონდა ძმაო და უღალატეს. კი არ უღალატეს, გაემიჯნენ. გაემიჯნენ ძმაო, ზვიადი აღარ მოწონდათ. მე ხელისუფლებაში რომ მოვიდა, აღარ მოწონდათ და ეგენი მაგარი ხალხი იყო. როგორც გააკეთა დედამოწყვილმა ჭანტურიამ და დანარჩენები. საერთო ჯამში ვინ იზარალა? ზვიადი მიწაშია? ვის გამოც უღალატა ჭანტურიამ და მისმა ნაბოზრებმა ამოდო ედვარდ ამბროსევიჩმა ორ წელიწადში მიწაში. მოუთხრა გამზდელი. მეტი ადრე რომ მოითხრა გამზდელი უკეთესი იქნებოდა, მაგრამ მანამდე მისი ბინძური საქმე ჰქონდა გასაკეთებელი და მისმა ბინძურმა ხალხმა ედეპეშნიკებმა. და ძალიან ბევრმა. მათ შორის ისეთ ადამიანებს მოვიდა შეცდომა, რომელთა პატრიოტიზმშიც ეჭვი ძნელად იყო შესატანი, მაგრამ ამ ხალხმა აღიარეს ეს. თუნდაც ნოდარ ნათაძეს. მოვიდა ეს შეცდომა, რომელსაც ამბობდა ღიად და ნანობდა მთელი ცხოვრება, იმას აღარაფერი აღარ ეშველებოდა, მაგრამ ნანობდა. ვერავინ მეტყვის, რომ ნოდარ ნათაძეს სამშობლო არ უყვარდა. და პატრიოტი არის. მე მიხვდა. ხალატი იყო ეს. რა მიიღო? ის მოკლეს, ქვეყანა დაიქცა, ტერიტორიები დაიკარგა, ქართველი ერი განადგურების პირასა, ყველაფერი ქართული, ყველაფერი ეროვნული ჩაწიხლულია, გადაგდებულია, გამზადებულია ეს ქვეყანა უცხოტომელების დასასახლებლად და ქართველი ერის ამოსაწყვეტად. რა ასიზამ ძმაო, ახლა იმგეს სხვა იდეები ქონდა. მომისმინე ჩემო ძმაო, ბევრმა შეცუდა. ძალიან ბევრმა შეცუდა, რომ პატრიოტები ეგონა ზოგიერთ და ბევრმა არასწორი გააკეთა. ერთ რაღაცას ვიტყვი ხაზგასმით. საქართველოს დამოუკიდებლობის და ეროვნულობის იდეას ებრძოდა როგორც დასავლეთი, ებრძოდნენ ასევე რუსეთიდან, რა თქმა უნდა, წყონებული ზვიადი ამბობდა, ჩემს დამხობაში პირადად მონაწილეობდა ბუში და მონაწილეობდა გორბაჩოვი და საქართველოს მოღალატეების ხელით. და მაშინ პირდად არავისთან მოსარიდევი ცოცხალი იყო, ვამბობდი, გარდაცვლილია ვიტყვი ყველას თავისი როლი აქვს ისტორიაში. ეგრეთ წოდებულმა სასურიელო პირებმა და პირადად პატრიარქმა ითამაშა დამანგრეველი როლი ეროვნული ხელისუფლების დამხობაში და შემდეგ შევარდნაძის გაბატონებაში საქართველოში. ეს არის ისტორია, ამას ვერავინ ვერ წაშლის, ამას ვერავინ ვერ შეცვლის და თუ ზვიად გამსახურდია ცუდი იყო,
მისი დამხობის მერე რაც მოხდა 35 წელიწადია, ესენი რატო არიან პოლიტიკოსები და ცოცხალი წმინდანები ვერ გამიგია. ზვიაც 6 თვე არ აპატიეს. და ეს ფარისევლობა და ამ სიყალბე. და რაც მოდის დღეს საქართველოს და ქართველ ერს, ყველაფერი მოდის დამსახურებით. მოდის აი ესეთი თავკერძა ხალხის წყალობით, ვისაც პირადული ყოველთვის მეტი მაღლა უყენიათ სამშობლოზე. ყოველთვის მაღლა. ყველამ თავის გულში ჩაიხედოს. ყველამ თავის ამ პარტავნობას ჩახედოს, თუნდაც გევანდელებმა. ყველამ თავისას ჩახედოს და შეხედოს საერთო საქმეს. მე ეს მიყვია და ამას ვიტყვი. თუ ეს ერი კიდე ერთხელ ვამბობ. ვერ გადააფასებს ამ ფასეულობებს და კიდე ვერ მიხვდება, რომ სად იყოს სიმართლე, სად იყოს სწორი გზა. სად უნდა წავიდეს, სად დადის 35 წელიწადია, ვის დაყავს 35 წელიწადია და ვინ უპირებს მომავალში ტარებას. ვერ გამოიტანს ამ ყველაფრიდან ანალიზს. ვერ გამოიტანს ამ ანალიზს. ასეთი ერი არსებობის ღირსი არ არის. არ არის არსებობის ღირსი. არ არის, როდესაც ერი, რომელიც სამშობლოს მოღალატეებს გმირებად რაცხავს, ერი, რომელიც ქვეყნის გამანადგურებელს, გამათახსირებელს, წმინდანად და რა ვიცი, რათა ყავთ ეს ივანიშვილი აყვანილი ზევით კიდე. და რა ვიცი, ამისა შთამომავლობით ფეხქვეშ გინდათ, გაეგოთ. ერი, რომელიც ვერ შეხედავს ელემენტარულ გზას. არა ის ერის არსებო. და ისეც მიდის. და ეს ყველაფერი იყიდება იმის გამო ხდება ეს ყველაფერი, რომ ვიღაცის ოჯახის წევრი სადღაც მუშაობს, ვიღაცამ ტენდერი მოიგო, ვიღაცას რაღაცა ჩაურიცხეს და უნდა გამოვიდეს და 51 მოხაზე და ღმერთ სიმართლე არა თქმევი. ოღონ სიმართლე არა თქმევი. რა ტყილზე მასირულებელი ხალხი რატო არის უკეთესი ღირსი? და დღესაც ვინც ვარ დარჩენილი ის ადამიანები, ვინც ზიანის და ზარალის მეტი რა არის ადამიანისთვის ამ გზაზე დგომა. რა გეკითხებით? რა არის ის ხალხი, ვინც დღემდე არის ეროვნული მოძრაობის იდეების მომხრე დარჩენილი? რა არის ზიანის და ზარალის მეტი ამ ადამიანებისთვის ამ გზაზე სიარული? ეს ხალხი ვერასდროს საქართველოში ვერ რეალიზდება. თანამდებობაზე და წარმატება ამაზე ზედმეტი არის საუბარი, ბიზნესი, ფული ზედმეტი არის საუბარი. ყოველთვის ყველასთან პრობლემები ექნებათ იმის გამო, რომ ასე ფიქრობენ. ხელისუფლებასთან, მეზობლოშიც, ახლობლოშიც, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თუ ან უნდა იყოს მაშინ დებილი და ამათვის ჩვენ დებილები ვართ, ან უნდა იცოდეს და უნდა ესმოდეს და მართლა უნდა ტკიოდეს მისი ქვეყანა. და არ უნდა მიაჩნდეს ის მატერიალური არაფლის ფასად და დღემდე უნდა იძახდეს, რომ მაინც ეს გზა არის სწორი. ავიცი. მეტი არაფერი. სხვა არაფერი. და სადაც ტყუილია, იქ არასდროს ერის წარმატება არ იქნება. ამას ღმერთიც ხედავს, კაციც ხედავს და ისტორია კარგად აჩვენებს, რომ ტყუილზე ნაშენები ქვეყნის განვითარება და იდეის ჩამოყალიბება და აზროვნება არასდროს არ მოხდა წინ წაწეული და არასდროს არ იქნება ეს ყველაფერი ისე როგორც არა. ღმერთმა თქვენი გზით გადაარღვთ. გულში რაც გიდევთ, აი იმით გადაარღვთ. მორჩა, ცუც არაფერს არ გისურვებთ თქვენ. აი იმ თქვენ ბიოლოგიურ ნაგავს, ვინც ტაშს გიკრავთ, მაგ ყველაფერს, იმას ვეტყვი, რომ თქვენ ხართ ჩვეულებრივი ნაბოზრები რა. თქვენ ხართ ჩვეულებრივი ნაბოზრები. აი ვისაც ელემენტარულად ეს ყველაფერი გიხარიათ, რომ ეს დაპირისპირება არის და მე არავის არ უპირისპირდები, ეს იყო სიმართლე და ყველა მიწოდეს სიმართლე. ხო. თუ იტყვით სიმართლეს ბოლომდე თქვით. ნახევარს ნოიტყვით. და შესაძლებელი იყო, რომ ადამიანს კრიტიკა მოესმინა. თქვენ თუ სხვა ფასეულობები გაქვთ, ვიდრე ეროვნულ მოძრაობას ჰქონდა ის ფასეულობები, თავიდანვე რა გინდათ? მე არასდროს არ მივალ და მე არასდროს არ გავერთიანდები ისეთ პოლიტიკურ ძალაში თუ საზოგადოებრივ მოძრაობაში, სადაც ვხედავთ, ესე რა ქვია, ლიბერასტურ, მიშისტური და რაღაცნაირი იდეები აქვს დღეად გამოკვეთილი. ხო?
არ გავერთიანდები. და მე არ ვიტყვი, რომ მე განსხვავებული აზრი მქონდა და მეგონა ასეთები იყავი. მე ამ თელ ბიოლოგიურ ნაგავს ერთი გულიანი გლეხი ქართველი მირჩევნია, რომელსაც მისი სამშობლო უანგაროდ უყვარს. აი ამ ბიოლოგიურ ნაგავს, ვინც დღეს ხელისუფლებაშია, ოპოზიციაშია, მედიაშია თუ სადაა და ცნობადი სახეა თუ ვინაა რა. ვისაც არ უნდა ძმაო ამ რთულ გზაზე სიარული, არავინ არ გეპატიჟებათ რა, მაგრამ არავის არ მოგცემთ იმის უფლებას ზვიადზე და მერაბზე და იმ თავგანწირებულ ადამიანების მიმართებაში ესეთ დამოკიდებულება გქონდეთ. გქონდეთ თქვენთვის და იყავით თქვენთვის, მაგრამ ჩვენთან მოიქნებით. ნახდათ არაა თქვენი ადგილი ჩვენ აირების გვერდით. აი ეს მithქვია და მართლა თქვენი გზით გადავართ, მე არც ერთთან და არც მეორესთან სალაპარაკო არაფერი არ მაქვს, ვინმე დარეკვა და ასი არ იყო და ისი არ იყო. გითმენთ აგერ და გისმენთ ამდენი ხანია და შეგეძლოთ რომელიმეს თუ რამე გჭირდებოდათ სანამ აქამდე მიიყვანდით საქმეს დაგერეკათ და გელაპარაკათ მე თქვენთან არაფერი არ მაქვს ლაპარაკო რაგანაც გამოდით და ღიად დაიწყეთ ესეთი ლაპარაკი მიიღეთ ახლა ღიად ეს ლაპარაკი და შეირგეთ ეს თუ ასე არ ყოფილა აგერ ახარ თქვენ და აგერა დანარჩენები და გამოდით და ისიც გინდათ ჩატის სკრინები ამოიღეთ და დადებით და გინდა რაც გინდათ ის დადებით კარგად